შენ ქლიავის ტყემალი თუ გაქნაჭა? ქლიავის ტყემალი? მაგ ახალი არამე. ვაშლა და მაგა მეგია, მაგრამ ქლიავის ტყემალი რა არის ვერ გევი. ხო, ქლიავის ტყემალი თუ გაქნაჭა? მე არა, მაგრამ შენ მე მგონი ბევრი გაქნაჭა მაგ ქლიავის ტყემალი. ბევრი არა, ცოტა გავსინჯე. საშიში ყოფილა მაშინ. ცოტა თუ შეჭამე და მასე იმოქმედა. წარმოგიდგენია ბევრი რო შეჭამო რა მოგივა. რა უნდა მიიქნას. თლა ტყემალს ვერ აჯობა, მაგრამ კაი იყო მაინც. მართალი ხარ, ვაშლა და მარუარი, არც მე არ მიყვარს მაგ. ატამი ჯობია უკეთესი გემრიელი არის. რა ატამი ბიჭო, როდის იყო ატმით ტყემალი კეთებოდა. აბა ქლიავით კეთება ტყემალი. ბოლო ვერ გევიგე შერას მეუბნები. რა კეთდებაო, დამყნობაზე მელაპარაკები თუ რაზე მეკითხები ვერ გევიგე. რა დამყნობა ბიჭო, შენ მალახ ვარ გამოქლიავდი. ქლიავით კეთება ტყემალი, ანუ საწებელი, ოთლებში რო კეთება საწებელი ტყემალი, არიცი ჭუა. საწებელი, მე თავიდანვე მასე ვერ თქვი, აქლიავის ტყემალიო, დაიწყებოდიალი. მაყვრისგან კეთება თუმე კიდე მაგარი საწებელი. ხო, კი, გამიგონია მაგარი არის. კაი, ახლა საჭმელებზე არ გვინდა ლაპარაკი მომშვიდა. ხო, კაი იქნებოდა ახლა, კაი გოჭის ხორცი. ხო, გოჭის ხორცი და ქლიავის ტყემალი.